გამარჯობა. სალომე. მოდი. როგორ ახართ? კარგად, მოდი, უნდა გაჩვენ ძალიან კარგი რაღაცეები. ესე უკვე აი ეს არომატით რო ვიწყება სივრცე, ეს უკვე მოროზოს დიზაინზე შეიძლება ითქვას ბჭყალებში გავიზარდე, შეიძლება აი შეიძლება მაინც მოროზოსთან დარჩე. ფორმა იძენს აბსოლუტურად სხვა ფილოსოფიას იმ მასალებში, რასაც ჩვენ ვართ ნაჩვევი მეტალი, მარმარილო, კერამიკა. ვინ არის ეს? მე მგონი ზღარბია, რატო ზღარბი? ეს ფორმები, ყოველთვის ეხლა ჩემთვის ასოცირდება ზაჰა ჰადიდის ფორმებთან, პარამეტრული დიზაინის ფუძემდებლად ზახას აღნიშნავენ. ძალიან დიდი როლი ითამაშა მისმა ხედვამ სამომავლოდ უკვე პროდუქტ დიზაინშიც. ხო, რა საინტერესოა, როგორ შეიძლება არქიტექტურა მე გადავიდეს და არქიტექტურა არის ყოველთვის პირველ წყარო ავტომობილების წარმოებაში, ხო, ავტომობილებიც ხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიზაინი. მოიცით ავტომობილებზე ნახე რა გაჩვენა? ეს არმანის სანათია, ხო? სიტყავია. რომ მითხარი ავტომობილი, ეს გამახსენდა ეს კარგ ლამას სალონში ტყავის, კარგი ნაკერი. ზახამდე, ხო, ეხლა ბიოფორმები და ბიომორფული ფორმები არსებობდა, მან უბრალოდ არქიტექტურაში ძალიან ორგანულად შეიყვანა, იქიდან გამომდინარე კიდევ ტექნოლოგიებიც უკვე იმ დონეზე იყო განვითარებული, რომ საშუალებას იძლეოდა ის თავის ჩანაფიქრი რეალურად განეხორციელებინა, ყველა რაკურსიდან აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვება, შესაბამისად გეომეტრია და ასოციაციები. გენიალურია. ჯორჯეტი, რა თქმა უნდა, კი. ლამაზი. ეს ვინ არის ოფო? პოროდა. ულამაზესი მაგიდებით? კი ბატონო. ეს რაღაცა ძალიან ლამაზი. ეს არმანი. ეს არმანია? და ზევიდან კიდე ესეთი. აი, რასი, და რა ლამაზებია. აქცენტი, ხო? ხო არის ეს რაღაცნაირი თითქოს გამჭვირვალე რაღაცა ღრუბლის ფერი, ხო? და აი მე უცებ, აი ეს პატარა დეტალი. და აი ეს ვინ არის? უნდა ვიკითხო. ესეც ჯონათან ადლერი არის. ესეც ჯონათან ადლერი. მე მიყვარს ჯონათან ადლერი თურმე აღმოვაჩინე ახლა აი ამ წუთში აქ. ხმა? საოცარია მაგრამ. რაც უნდა კონდეს რა. საოცარი სილამაზე. ის რო შენ აღფრთოვანებას მიზიარებ და მე ჩემი მხრიდან შემიძლია რაღაცით გაგახალისო, აი ეგ არის დიზაინში ძალიან მნიშვნელოვანი, გამიგე? ყოველდღიურობაში გქონდეს აი ეს მომენტი. ეს ემოციები გარკვეულწილად რაღაცნაირად გზრდიან უკეთესობისკენ. ვეჩვევით არა მარტო კომფორტს, არამედ სილამაზის შეგრძნება გვიჩნდება სხვანაირები და აი უფრო ლამაზები ვხდებით, არა მარტო გარეგნულად, შინაგანადაც. ხო არის ხოლმე ხანდახან ეს დიზაინში, აი ვიღაცამ რაღაც მოიგონა და აბსოლუტურად გენიალური იყო, მაგრამ უბრალოდ ადრე იყო. თვითონ მზად იყო და საზოგადოება ჯერ არ იყო მზად. მიკელე დე ლუკი და არტიმედესთვის შექმნილი ეს სანათი არტემიდემ რომ გამოუშვა 10 წელი დე ლუკი ანუ საკომისიოს არ იღებდა, ვერ იღებდა, იმიტომ რომ გაყიდვაში არ იყო სანათი. არ იყიდებოდა. და 10 წლის შემდეგ დრო მოვიდა ამ დიზაინის. ხიტია, ეხლა არტიმედეს ხიტია მიკელე დე ლუკის ის სანა. 10 წელი ფაქტიურად აი ამოღება უნდათ წარმოებიდან. როდესაც დიზაინი უსწრებს დროს.
ნახე ჩვენ ობიექტებზეც ვლაპარაკობდით და გადავწყვიტე რომ ყავაც ესეთი საინტერესო ობიექტით უნდა დავლიოთ ეს არის აკვატიკის ჭიქები და სხვათა შორის ნიჩშეთია შთაგონებული თეთრი ხო არ გირჩევნია ნახე თითქმის სარკისები. არა, კონდეს ეს კონტრასტი, თეთრი პერანგი, შავი. იცი რა, ამაზე ვიფიქრე, უნდა ვაღიარო. რა არის კარგი დიზაინი? კარგი დიზაინი არის ის, რომელიც ჩვენთვის გაუძლებს დროს და ყოველთვის მონატრებული იქნება. შეიძლება რომ ესე ბებიაჩემის ნაქონი ჭიქა იყოს ჩვენთვის ყველაზე კარგი დიზაინი, ეს შენს ბავშვობაში იწვევდა გარკვეულ ასოციაციებს და შემდეგ უკვე შენ როგორც ზრდა ჩვენ როგორც დასული ადამიანები ხო ამ ასოციაციას ვერ ვივიწყებთ და ის ხსოვნა იმ ნივთმა იმდენად ღრმად ჩაბეჭდა ჩვენში რომ აი სულ ვატარებთ რა თქმა უნდა ესე იგი ну არ აქვს მნიშვნელობა ვინ ის კარგი დიზაინი იყო ის დიზაინი იყო კი ცნება კარგი დიზაინის აი ამ წლების განმავლობაში ბოლო 100 წლის განმავლობაში შეიცვალა თუ არა არა მგონია იმიტომ რომ ყოველ ეპოქას იქიდან გამომდინარე რამდენადაც იყო დახვეწილი ტექნოლოგიური პროცესები შესაბამის დიზაინს ბადებდნენ ხო 100 წლის წინანდელი დიზაინით შექმნილი ნივთები დღესაც რომ აქტუალურია. აი ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, ანუ დიზაინი მართლა შედგა. დიზაინს არ აქვს დრო. დიზაინს ყავს მხოლოდ მომხმარებელი, რომელიც ამ მასთან ერთად იზრდება. ახალი იდეები ხშირად მოდის ახალი მასალის გაჩენით. იმიტომ რომ ვიღაც ძალიან შემოქმედებით ადამიანს ხელში ჩაუვარდა რაღაც კაფი სამხედრო დანიშნულებისთვის, რომელიც შეიძლება მეტალის კარკასს შემოახვიო და ძალიან ლამაზი სანათი მიიღო მაგალითად, ხო? რომელიც აქტუალური იყო იმ 50-იან წლებში. რომელიც დღემდეც აქტუალურია. თუმცა, ხო, აი ეს ახალი რამდენად არის დაკავშირებული ესეთი ტიპის გარღვევები, ტექნოლოგიური, ახალი ტიპის და მართლა ჯერ კიდევ უნახავი დიზაინის შექმნასთან. ერთ საინტერესო ფაქტს ავღნიშნავ, ადამიანები ძალიან გავართ ლემურებს. ძალიან უცნაური შედარებაა, მაგრამ რატომ? ლემურები, რომლებიც ზოოპარკში ცხოვრობენ, ჭამენ მხოლოდ ბანანს. და თუ ლემური თავისთვისებიდან გამომდინარე, ესეთაც ზარმასი ცხოველია და თუ ბანანს ერთი ფორმით და ერთი სახით ჭამს, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს. ამიტომ ის პერსონალი, რომელიც ამ ლემურებს უვლის და თვალყურს ადევნებს, ყოველ დღე ან კვირაში ორჯერ, სამჯერ ამ ბანანს სხვადასხვა ფორმით აწვდიან ლემურებს. ან ვარსკვლავის სახით, ან მხოლოდ რგოლების სახით, ან პიურეს სახით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ბანანს უცლიან გეომეტრიას და ლემურს გონია, რომ ის ყოველთვის იღებს სხვადასხვა პროდუქტს, ინავდულეში ერთ პროდუქტს ჭამს. და რატომ ვადარებ ადამიანებსაც გვახასიათებს თუ ერთი და იგივე საგანი ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ჩდება, მაგრამ ფერცვლილი უკვე ის ჩვენთვის არის სხვანაირი. შეიძლება კი საერთოდ რამე ახალის გამოგონება? რა თქმა უნდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, საჭიროა ძალიან კარგად იცნობდე ისტორიას, დიზაინის ისტორიას, არქიტექტურის ისტორიას. აი ეს ამ პლასტების გათვითცნობიერებით საკუთარ თავში რა თქმა უნდა მე ჩდება ახალი აზრები, ახალი იდეები, ახალი ფილოსოფია და ის ამას მოაქვს თვით დარწმუნება, რომ შესაძლებელია თუ არსებობს. ანუ წარსულის ინფორმაციის გაფილტრების გარეშე პრინციპში შეუძლებელია? მოდით აი სიტყვა შეუძლებელი საერთოდ ამოვიღოთ კი ხმარებიდან რა. ხელოვნური ინტელექტი, სწორედ იმის გამო, რომ მას ძალიან მალე შეუძლია გაფილტროს ათასობით ჩვენი წარსულისა. შეიძლება იყოს რეალური კონკურენტი დიზაინერების თუნდაც პროდუქტების შექმნაში, ავეჯის შექმნაში. ახლა ჩვენ ვხედავთ მოროზოს შესმიერ ამორჩეული, შესანიშნავი მოროზოს აბსოლუტურად ფანტასტიკურად კომფორტულ სავარძელში ვარ მე მაგალითად მოტავსებული. მე კიდე ფანტასტიკურად კომფორტულ დივანზე. და კომფორტული და ლამაზი რა თქმა უნდა ეს ერთადაა ყოველთვის როცა კარგ დიზაინზე ვლაპარაკობთ. და აი ChatGPT-ს პრინციპში შეუძლია აიღოს მთელი მოროზოს გენეტიკური კოდი, რას აკეთებდა ეს კომპანია მთელი წლების განმავლობაში და დადოს
1000 პირდაპირ მნიშვნელობით ვარიანტი ახალი რაღაცა პროდუქტის. გაიხსენე პირველი წიგნის საბჭდი აპარატი. როგორ შეხვდა ამას ხალხი, ხო? უამრავი ადამიანი იყო იმ პერიოდში, რამდენიმე საუკუნის წინ, ხო, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ მსგავს რაღაცას, როგორ შეიძლებოდა რამოდენიმე დღის განმავლობაში აკინძულიყო უცებ რაღაც წიგნი, რომელსაც მანამდე აკეთებდნენ წლების განმავლობაში. ზოგადად დაკარგა ექსკლუზიურობა და ცოდნამ დაკარგა ექსკლუზიურობა. ეს კიდე ძალიან დიდი რევოლუცია. ეს სხვა თემა. თუ სწორ ხელებში, თუ სწორად მიმართულ მიზნებში აღმოჩნდება, ის ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის. ტექნოლოგიებმა სერიოზულად იჩინა თავი მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამას მოყვა გარკვეული კრიზისებიც. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. შეიძლება თუ არა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაცა გარკვეული პროფესიები, მათ შორის დიზაინერის ჩაანაცვლოს. ხელით როცა ბეჭდავდნენ, ხო, ერთ-ერთი პროფესია, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს და ყველანაირი აქტუალურობა დაკარგა და ყველა იმ ნივთმა, რომლითაც ეს ყველაფერი იბეჭდებოდა, დღეს რაღაც ანტიკვარულ ხასიათს თუმცა ოლივეტის საბეჭდ მანქანაზე არ ვიტყოდი უარს. რა თქმა უნდა, რომელიც მე მაქვს სხვათა შორის. კი, ლოცავ. აი ფანტასტიკური დიზაინ ობიექტი. კი. და არა მარტო ოლივეტი, ბრაუნის ნივთებიც, ეს ხო დიტერ რამსის მიერ შექმნილი დიზაინი. ბრაუნის მიერ მოწყობილმა და ვთქვათ ისე პატარა რევოლუციამ, ხო? რაღაც ნაწილობრივ ალბათ იმსხვერპლა ვიღაცის ინტერესები, მაგრამ მსგავსმა მოქმედებამ ბიძგი მისცა შემდგომ არა მარტო დიზაინის განვითარებას, არამედ საერთოდ ტექნოლოგიურ განვითარებასაც, ხო? სწორედ დიტერ რამსის მიერ შექმნილი დიზაინის გამოძახილი იყო, შემდეგ ჯონატან აივის დიზაინი უკვე Apple-ში გადმოტანილი, ხო? რაღაც ნაწილობრივ. ხელოვნური ინტელექტი რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენს ჩვენთვის, არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას, იმიტომ რომ ადამიანური განცდები ეს შეუცვლელია. არის მანქანა და არის ჩვენი განწყობა. ადამიანური განწყობა მანქანას შეუძლებელია, რო კონდეს როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს და როგორ ურთულეს საჭადრაკო პარტიებსაც არ უნდა უგებდეს ყველაზე ცნობილ და გამოჩენილ მოჭადრაკეებს. ისე კი განწყობა აუცილებელია, აი როდესაც ასეთ სფეროში ვართ, იმიტომ რომ ეს არის გამოყენებითი, მაგრამ ხელოვნება, ხო? ნამდვილად. კი. ყველაფერი, რასაც ვეხებით ხომ დიზაინი, აბსოლუტურად ყველაფერი. მათ შორის ის, რასაც არ ფიქრობთ, რომ დიზაინია. ყველაფერი, ჩვენ ვიმყოფებით დიზაინში, ჩვენ დიზაინში ვართ. ჩვენივე ადამიანების მიერ შექმნილ გარემოში ჩვენვე აღმოჩნდით მისი ნაწილი. კი, ხელოვნური ინტელექტი დახატავს, შემოგთავაზებს, მაგრამ ემოცია, რომელიც კონკრეტულად დიზაინერისგან მოდის, რომელსაც რაღაც გარკვეული წარსული აქვს, რომელსაც გარკვეული გზა აქვს გამოვლილი იმ პერიოდამდე, სანამ შექმნიდა პროდუქტს, ხო, ამ სილამაზეს, აი რაღაცა ამ კომფორტს. ჩემთვის მაინც როგორც სადამიწა, ძალიან კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აი ეს ვაზაა. აჰა. აი ეს. კი. საცარსილა. კი, აი სიმარტივეშია, რაღაც გენიალობა და ნივთებში, რომელსაც მე ვაპროექტებ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ნივთმა შექმნას ისეთი ასოციაცია, ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს გრავიტაციას არყოს, ანუ დევს, დგას და თითქოს აი უნდა წაიქცეს, მაგრამ ეს არის, თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. კი, აი დევს არ დევს, ხო? აი დევს არ დევს. და თან ნახე რამდენი ფერი იკითხებაში მე მომწონს ის რომ ეს თითქოს წაჭრილია აქ ეს თავი. აი ეს კი. სიგულად, აი ვიღაცამ წააცალა თითქოს სამურაის ხმლით, ხო? ხო, აბსოლუტურად. და ნახე აი როგორ მასაა, ხო, ფაქტიურად აი ნდობას იმსახურებს ნივთი, რომ აი არ გადაყირავდება, მაგრამ თითქოს გონია რომ აი როგორ დგას. იმ სიმძიმეა
რომ საკუთარი თავი უჭირავს. უჭირავს, აი მართლა არქიტექტურა რეალურად პირდაპირ და მნიშვნელობს. არის ერთ მასაში შესრულებული და აი ცოტა რომ გამოცილდე ნახე როგორ არის ლარნაკში არის განთავსებული კიდევ ლარნაკი. და კიდევ ერთი შრე რაღაცა და აი ხო, კი. მე მიყვარს, ოდესაც ადამიანები მიხსნიან რატომ მოსწონთ რაღაც. იმიტომ აი ამ დროს ხანდახან მეც ისეთ რაღაც დეტალს ვამჩნევ, რომელიც შეიძლება მანამდე გამეტარებინა და ამაზე ფოკუსი არ გამაკეთებინა. ხელოვნური ინტელექტი, ხო? აი მაგაში ვერ გვაჯობებს, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირი ასოციაციები გვაქვს. ჩვენ წარსული გვაქვს. ჩვენ ვხდებით ის, რაც ვართ იქიდან წამოსულები. თუ ჩვენ აი ამ ფორმირებას, წარსულის ფორმირებას ჩვენში სწორად ვიაზრებთ, ადამიანურ ფაქტორს მაინც ვერ დაჯაბნის.